ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღეს ჩვენთან სტუმრად იმყოფება თბილისის წმინდა ტბელ აბუსერისის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი მირიან სამხარაძე. დაგლოცეთ მამამირიან. მართლა დაგლოცოთ ქრისტე აღსდგა. ჭეშმარიტად აღსდგა, ძალიან დიდი მადლობა ჩვენთან მობრძანებისთვის და მინდა ჩვენი ტრადიციული კითხვით დავიწყოთ. ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ. თქვენ როგორი ბავშვობა გქონდათ და სად გაატარეთ თქვენი ბავშვობის წლები? დიახ, მე დავიბადე ხარაგაულის რაიონის სოფელ ვერტყუჭალაში. აი, როგორი იყო თქვენი ბავშვობის სოფელი? რა გახსოვთ ყველაზე შთამბეჭდავად? სხვათა შორის ძალიან აქტიური ბავშვი ვიყავი, დაუმორჩილებელიც ვიყავი. თელქიანო. ხო, რა თქმა უნდა, მიამბოხე, უბრალოდ მიამბოხე. ვიყავი ბავშვობიდანვე. საბავშვო ბაღის პერიოდი უკვე ჭიათურაში. დიახ. მამაჩემი მუშაობდა იქ მაღაროზე და ჭიათურაშიც ცხოვრობდით, იქ ქონდა ბინა და საბავშვო ბაღის შემდეგ სკოლაშიც ჭიათურაში შევედი. ეს იყო ჭიათურის მეხუთე საშუალო სკოლა. სწავლის პერიოდი განსაკუთრებული იყო ჩემთვის. ვერ ვეგუებოდი იმ სისტემას მაშინვე. რაღაცა თავისუფალი აზროვნების ადამიანი ვიყავი. რაღაც ბევრი მიუღებელი იყო. შინაგანი პროტესტი მქონდა გარკვეული პროცესებისადმი. ადრეულ ასაკში, სადღაც მე-6-მე-7 კლასიდან რადიო ხულიგნობას მოვკიდეთ ხელი. ეს რას ნიშნავდა? ეს რას ნიშნავდა და ჩვენ ვაწყობდით რადიო გადამცემს და ეთერში გავდიოდით. ეს იგზალებოდა მაშინდელი კანონმდებლობით და ჩვენი სახელი ქონდა რადიო სადგურს. აი, ბევრს ქონდა გადაცემა ამის პერიოდში. ხო. და როგორი გადაცემები გქონდათ? გადაცემები რა გქონდა ახლა? მუსიკებს უშვებდით. რომელიც მოგწოდათ? დიახ. უსმენდით ამერიკის ხმას, ევროპის თავისუფლებას ევროპიდან. ამას ჩავწერდით, მაშინ ბაბინებიანი მაგნიტოფონი იყო, დიდი მაგნიტოფონები, ჩავწერდით და იქიდან რაც მოგწონდა, იმას გავუშვებდით ხოლმე. კარგახან გრძელდებოდა ეს, თითქმის აი მთელი სკოლაში სწავლის პერიოდში. მამამირიან, უკაცრავად, მაშინ ამერიკის ხმის მოსმენაც ძალიან პრობლემა იყო. კი, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენ გქონდა ეს რადიო, აი ვეფი რადიო, რიგის ქარხანა უშვებდა რადიო მიმღებს და ჩვენი ჯგუფი, გარკვეული ჯგუფი, თანამოაზრეები, რა თქმა უნდა, ჩუმად უსმენდით ამას, ვიცოდით რომ ეს იგრძალებოდა. ისე მასწავლებლებმა იცოდნენ ზოგიერთებმა, მაგრამ არ გვაბეზღებდნენ. და არა მარტო ჩვენი ტოლი ახალგაზრდობა აი ამ საქმიანობაში იყო ჩართული. 9 კლასი ვისწავლე ჭიათურაში, შემდეგ გადმოვედი ვერტყუჭალაში, სოფელში. შემდეგ თეატრით დავინტერესდი. დავამთავრე თუ არა სკოლა, ჩავაბარე სერგო ზაქარიძის სახელობის კულტსაგანმანათლებლო სასწავლებელი იყო ასეთი სარეჟისორო ფაკულტეტზე. აქ სამწლიანი სწავლება იყო. ძალიან კარგი რეჟისორები გვყავდა, ბატონი ზურავ კანდელაკი, ბექარ მეძმარიაშვილი, ჩვენი ჯგუფის ხელმძღვანელები. დავამთავრე სასწავლებელი, შემდეგ სამხედროში წავედით, რუსის ჯარში ვიყავი ირკუტსკში, მსახურობდით ციმბირში და იქიდან როცა დავბრუნდი, შემდეგ ჩავაბარე უკვე თეატრალურ ინსტიტუტში. იყო ასეთ ფაკულტეტი, კულტსაგანმანათლებლო ფაკულტეტი იყო. და ის დავამთავრე. იმის შემდეგ მუშაობდი ხარაგაულში, ჩემს სოფელში, კულტურის სახლში სამხატვრო ხელმძღვანელად. დავაფუძნე ბავშვთა თეატრალური სტუდია. სხვათა შორის ეს ბავშვთა თეატრალური სტუდია იყო საქართველოში რამოდენიმე სტუდია იყო. თბილისში პირველი სტუდია, ბავშვთა სტუდია დაარსა რეჟისორმა გოგი თოდაძემ არტოს ბაღში და დუშეთში იყო, მახსოვს, ოზურგეთში იყო. აი წეროვანი არის სოფელი, წეროვანი, იქ დააფუძნა ბადრი დათუაშვილმა, ახლა მღვდელი გახლავთ ის მამა დავითი. დიახ. და სხვათა შორის თეატრალურ ინსტიტუტს დამთავრებულები ძალიან ბევრი არიან. სასულიერო პირები, ეპისკოპოსებიც არიან. და მღვდლებიც. და ჩვენმა თეატრმა მიიღო სახალხო თეატრის წოდება. ეს იშვიათი მოვლენა იყო მაშინ. ძალიან ცნობილი თეატრალური სტუდია იყო.
ორი თაობა გავზარდე სოფელში. ორმა ჩააბარა თეატრალურ ინსტიტუტში. ერთმა სამსახიობო ფაკულტეტი დაამთავრა გიზო ჟორდანიას ჯგუფი და ერთი დღე არ უმშავია თეატრში, ეკლესიაში წავიდა, მღვდელია დღესაც. მეორე კობას ხილაძე მის რეჟისორია ახლა. ხოთა სურმავა ჯგუფი დაამთავრა, შემდეგ ლილიო სელიანთან გაიარა სარეჟისორო და რეჟისორია დღეს მოქმედი რეჟისორი. შემდეგ დაიწყო ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობა. რომელი წლები იყო ეს? 80-იანი წლები იყო. 80-იანი წლების დასაწყისი. წლები, როცა უკვე თეატრალურ ხელოვნებაში ვიყავი ჩართული. ხარაგაულის სახალხო თეატრშიც მონაწილეობდი სპექტაკლებში. ბავშვებთან სპექტაკლებს გავამდი. დიახ. სხვათა შორის ეხლა ეპისკოპოსია მეუფე დოსითეოსი ჩვენ ერთად მოღვაწეობდი თეატრში მაშინ ხარაგაულის თეატრში. დიახ. და დაიწყო ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობა. დავდივით მიტინგებზე, ნოემბრის აქციები, შემდეგ 9 აპრილის აქციები. და როცა მიტინგები თავდებოდა, იქ გოჩა აბულაძე გამოდიოდა, მიკროფონს მოკიდებდა ხელს და ლოცვას გვასწავლიდა ყველას. ის ერისკაცი იყო მაშინ. დღევანდელი ეპისკოპოსი სპირიდონი, დიახ. დავინტერესდით ამ ლოცვებით და არის 26 მაისი ახლოვდება, ეს 89 წლის ახალი მომხდარია 9 აპრილი და სოფელში ვაკეთებ ღონისძიებას. ჯერ ისევ იქ ახალ თვალში, აი ახალი მომხდარია 9 აპრილი და 26 მაისის ღონისძიებას ვაკეთებ. გამახსენდა რომ იქ ეს ერთი კარგი ლოცვა ითქვა მიტინგზე, აცხოვნე ღმერთო ერიშენი და არ ვიცი ეს ლოცვა და ეხლა თბილისში ვეღარ ჩამოვიდოდი მაშინ და უბისაში გავიგე რომ უბისის ტაძარში იყვნენ ახალგაზრდები, რომლებიც იქ მიტინგებზე გავიცანი მაშინ. და ჩავედით იქ და ვთხოვე რომ ეს ლოცვა ჩაეწერნებიათ ჩემთვის. არა მარტო ეს ლოცვა ჩაგვაწერია მათმა, არამედ სხვა ლოცვებიც. ერთ-ერთი იყო, მაშინ ერისკაცი იყო, მამა ზაქარია ფერაძე, რომელიც ეხლა კვიპროსში მსახურობს. დიახ. და მის გვერდში შემოკრებილი ახალგაზრდები. უბისის ტაძარი მაშინ არ იყო მოქმედი, ამის შემდეგ ამოქმედდა. და უბისის ტაძართან ჩემი ბავშვობაც არის დაკავშირებული. ბებია მყავდა მე უბისიდან, სახვაძის ქალი, ძალიან მორწმუნე ადამიანი იყო და უბისის ტაძარში ამ დროისათვის იყო საწყობი, შხამქიმიკატების საწყობი და ღამე წამიყვანდა ხოლმე ბებია, შესაწირი მიქონდა, ხან ცხარს წაიყვანდა, ხან ქათამს წაიყვანდა, გააღებიებდა კარებს საწყობის გამგეს და მთელი ღამე ლოცულობდა. მე გამოვიძინებდი ხოლმე ამ ტაძარში. მთელი ჩემი ბავშვობა არის უბისის ეკლესიასთან დაკავშირებული მონასტერთან. იქ მაქვს უამრავი ღამეები გათეული ამ ტაძარში. დილით შემდეგ ნახავდა ისე ამ საწყობის გამგეს და კარებს ჩაკეტავდა, გასაღებს გადაცემდა. ჩუმად ხდებოდა ეს ყველაფერი. მაშინ ისეთი პერიოდი იყო, რომ ასე ტაძრად გამოყენება რა თქმა უნდა, ტაძარში ვერ შეხვიდოდი. აი ეს ბავშვობიდან ყველაზე მეტად რაც მახსოვს და ალბათ ეს იყო ის რომ შემდეგ მე სასულიერო პირი გავხდი რა თქმა უნდა ბებიას დიდი სარწმუნოება რომელსაც მე უყურებდი მთელი ჩემი ბავშვობა და ის გათეული ღამეები უბისის მონასტერში. ჩავერთე ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობაში. იცით რომ 90 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებში გავიმარჯვეთ. მე შევედი პარტიაში, ეს იყო წმინდა ელემართლის საზოგადოება, თვით ბატონი ზვიადი იყო ამ პარტიის თავმჯდომარე, მე ხარაგაულის ფილიალის თავმჯდომარე ვიყავი და მოვედით ხელისუფლებაში. ძალიან საინტერესო დრო იყო. აი, რამხელა სიყვარული იყო, როგორი ერთიანობა იყო. როგორი გვიხაროდა ყველას. და შემდეგ ჩავატარეთ რეფერენდუმი, ადგილობრივი არჩევნები. 9 აპრილს 91 წლის 9 აპრილს გამოაცხადეს საქართველოს დამოუკიდებლობა, 26 მაისს პირველი პრეზიდენტის არჩევნები და გვიხაროდა რომ აი საქართველოს ახალ საქართველოს ვაშენებდით. ძალიან დიდი სიხარული იყო, მაგრამ მე იცით რომ მოხდა სახელმწიფო გადატრიალება პუტჩი ეწოდებული და დაიწყო ჩვენი დევნა. სამჯერ დამიჭირეს ახლა კი იყო შემოთავაზება მაშინდელი ხელისუფლების გამოსულიყავი ტელევიზიით ამეგმო გამსახურდიას რეჟიმი. დიახ, მაგრამ ვერ გავაკეთე რა ვიცი. როგორ შეიძლება ესეთ რამ გავაკეთებ, რაც სულ დაგულით გვწამდა ჩვენ, ხო?
იმიტომ რომ ეს არ იყო იცი მარტო ეროვნული მოძრაობა, ეს იყო ეროვნული სარწმუნოებრივი მოძრაობა იყო. აი მე სარწმუნოება, აი იქედან ეროვნული მოძრაობის დროს ძალიან ბევრი რამ სარწმუნოების გავიგე და მივხვდი. აი ეროვნული ხელისუფლების დროს ხარაგაულში კულტურისა და განათლების განყოფილების გამგეთა ვინიშნე. ეს იყო სკოლები, კულტურის სახლები, საბავშვო ბაღები, კულტურისა და დასვენის პარკი ჰქონდა, 2 მუზეუმი ჰქონდა. ერთ-ერთი სერგო ორჯონიკიძის მუზეუმი იყო ღორეშაში და იმ მუზეუმის გაუქმებაშიც მაქვს მონაწილეობა. ხო და შემდეგ რა თქმა უნდა რასაკვირველია სამსახურიდან გამათავისუფლეს, რადგან არავითარ თანამშრომლებთან. ამ დევნის პერიოდში უკვე აი შემდეგ ბატონი ზვიადი ჩამოვბრძანდა სამეგრელოში, იქ ჩავედით, მის გვერდში ვიყავით. დავკარგეთ აფხაზეთი. ძალიან დიდი ტრაგედია იყო ჩვენთვის ეს. და აი ვამბობდით მაშინ რომ აი 70 წელი მოვუდით რომ ეს ყველაფერი აგორებულიყო ეროვნულ განმათავისუფლების მოძრაობა მისული ყო ამ კონდენციამდე და აი როცა აფხაზეთი დავკარგეთ და უკვე რუსის ჯარი ჩადგა იქ მაშინ ვამბობდით რომ თუ 70 წელი დაჭირდა მას ყველაფერს ამის შემდეგ რამდენი წელი დაჭირდება კიდევ. არ ვიცოდით ხო აი როგორ იქნებოდა საქმე. ძალიან გაურკვევლობაში ვიყავით. მის შემდეგ კიდევ რაც ზვიად გამსახურდია მოკლეს სამეგრელოში და იმ გაურკვევლობაში ვიყავით და გადავწყვიტე რომ წავსულიყავით საზღვარგარეთ, იმიტომ რომ აქ გაუსაზლის სიტუაცია იყო, უკვე შეუძლებელი იყო გაჩერება საქართველოში. და ამ დროს გავიგეთ რომ მამა ზაქარია ჩვენი მოძღვარი იმყოფება ხულოში. ხულოში იყო სასულიერო სასწავლებელი. რომელიც გამსახურდია პრეზიდენტობის დროს დაფუძნდა დააფუძნა მამა გრიგოლმა, დღევანდელმა ეპისკოპოსმა და ესპერიდონმა. ეს იყო სასულიერო სასწავლებელი, სადაც სწავლობდნენ ზემო აჭარაში მცხოვრები ბავშვები, სხვადასხვა რაიონიდან და სოფლებიდან. იქ იყო სხვადასხვა ფაკულტეტები, იყო სამშენებლო ფაკულტეტი, პედაგოგიკა, დაწყებითი კლასების, მედიცინის სპეციალობა, სამედიცინო და სხვადასხვა სამშენებლო სხვადასხვა სპეციალობები. ეს ბავშვი ძალიან ბევრი ბავშვი სწავლობდა, 700-მდე სტუდენტი და მოსწავლე იყო, ასევე ზოგადი სკოლაც იყო. და მამა ზაქარია იყო პრორექტორი. რადგან რექტორად თვით ეპისკოპოსი ითვლებოდა. ეპისკოპოსი გახდა ამ დროისათვის მეუფე იობი. ჩავედით რომ იქ ერთი მეგობარი ყავდა ეროვნული მოძრაობიდან ბადრი მელაძე, რომელიც უნდა დაგხმარებოდა რომ პასპორტი გაგვეკეთებია საზღვარგარეთ პასპორტი და მივაპირებით საზღვარგარეთ წასვლას. და ამ დროს ამორძანდა მეუფე იობი და მახსოვს რომ აი შევხვდა ჩვენ ვისაუბრეთ, გავათენეთ ამ საუბარში და ესეთი რამე გითხრა რომ აი თქვენ რო ახლა საზღვარგარეთ წახვიდეთ, თქვენ ხართ დაკარგულები ჩვენი ქვეყნისათვის. იქედან როდის დაბრუნდებით ვინ იცით? და მე მახდა მაშინ ხარაგაულის პრეფექტი რომელიც ასევე დევნილობაში იყო თეიმურაზ ყურავა, რომელიც ასევე შემდეგ გუდელი გახდა. ეხლა ხან გარდაიცვალა აცხონოს მართვა. და გითხრა რომ აი ბადრის თხოვეთო რომ პასპორტებს ნუკითხობთო, თხოვეთო რომ ბატონ ასლანთანო რეკომენდაცია გაგიწიოთო, გარანტია მოგცეთო დარჩით აქო. აგერ ტაძარი არის ასაშენებელი ხულოშიო. აგერ განათლების სპეციალისტი ხარო და სასწავლებელი გვაქვსო და ვიფიქრეთ ამაზეო. იქ წასვლას და მართლაც ჩვენ ვიფიქრეთ და შეგვახვედრა ჩვენო მეგობარო ბატონ ასლანმა მოგცა პირობა რომ აჭარაში სანამ თვითონ იქნებოდა ვერავინ ვერ შეგვეხებოდა ჩვენ. რა თქმა უნდა გაიკითხა რომ ჩვენ კრიმინალები არ ვიყავით, პატიოსანი ადამიანები ვიყავით და სამშობლოს მოყვარული ადამიანები და დავრჩით აჭარაში. ძალიან საინტერესო პერიოდი იყო. ახლად ფეხს იდგამდა ქრისტიანობა, სარწმუნოება. უბრუნდებოდა ხალხი მამაპაპათა სარწმუნოებას. დაიწყე სკოლაში მუშაობა. სასწავლებელში. და დამებადა იდეა რომ დაგვეფუძნებია ქრისტიანული გაზეთი. და ეს იდეა გავაცანე ჯერ მამა ზაქარიას, შემდეგ მეუფეს და რამდენიმე თვის შემდეგ დიდი შრომის შედეგად პირველი ნომერი გამოიცა ამ გაზეთის. ეს იყო სხალთის ზარები. ძალიან საინტერესო გაზეთი გამოვიდა, პირველი ქრისტიანული გაზეთი აჭარაში. პირველ ნომერს მეორე ნომერი მოყვა, მერე მესამე
ძალიან საინტერესო რუბრიკები ჰქონდა. იქ იბეჭდებოდა ზაქარია ჭიჭინაძის ქართველთა გამაჰმადიანება, ასევე ინტერვიუები ჰქონდა აჭარის ინტელიგენციასთან, საზოგადოების წარმომადგენლებთან, ასევე აჭარის ისტორიის შესახებ ლაზების თემა იყო ამ გაზეთში. ძალიან დიდი საქმე გააკეთა ამ გაზეთმა. მეუფე იობი როცა წამოვიდა აჭარიდან, შემდეგ მეუფე დიმიტრი ეს დროსაც გაგრძელდა ამ გაზეთის გამოცემა. 27 ნომერი გამოვეცით ამ გაზეთის. ადგილობრივი მოსახლეობა როგორი განწყობით იყო მამაო ამ პერიოდში? აი თუნდაც გაზეთის მიმართ 9 აპრილის შემდეგ 10 დღის შემდეგ ტრაგედია მოხდა ზემო აჭარაში, წაბლანაში. იქ მთა მოწყდა და 20 ოჯახი დაიღუპა. ამ დროს პატრიარქი ჩამოვბრძანდა აჭარაში და ჩატარდა სხალთაში ძალიან დიდი ნათლობა. დაახლოებით 5000 კაცი მოინათლა. ახლა ბევრმა შემდეგ ქრისტიანული ცხოვრება აღარ გააგრძელა მართალია, მაგრამ ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მას. დიახ, რა თქმა უნდა. მაშინ უწმიდეს კითხეს. აი, როდის მოიქცევა აჭარაო? აი, როდის დაუბრუნდება ამ პაპათა სარწმუნოებას? ესეც საოცარი სიტყვები თქვა უწმიდეს, რომლის მნიშვნელობას მაშინ ვერ ხვდებოდით. აი, როდის მოიქცევა აჭარაო, ხო? როცა კითხეს, ჩვენ კი არ უნდა მოვაქციოთ აჭარაო, აჭარა თვითონ მოაქცევს სრულიად საქართველოს. აი წარმოიდგინეთ რომ ეს იყო წინასწარმეტყველური სიტყვები რომ მართლაც აი როგორ მიდიოდა ამ ხალხის დაბრუნება ამ პაპათა სარწმუნოებას და ამ პროცესის მონაწილე ვიყავი პირადად მე და ეს იყო ყველაზე უძვირფასესი პერიოდი ჩემს ცხოვრებაში მეუფე იობთან ჯერ შემდეგ მეუფე დიმიტრისთან და იქ დავქორწილდი გავიცანი ჩემი მეუღლე ეხლანდელი მეუღლე 37 წლის ვიყავი სხვათა შორის მეუფე იობთან ვინც კი მოხვდება ყველა სფერობაზე ვიქნობს იცი თქვენ ხო და თითქმის შეთანხმებულიც ვიყავით რომ ვაპირებდი რომ ფერად აქვეცილიყავი ახლა 37 წლის ადამიანი მაგრამ მოხდა ისე რომ როცა გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლე ფოფოდია დღევანდელი ის ფილოლოგი გახლდათ სკოლაში ასწავლიდა და როცა მეუფე იობს უთხარი რომ დაქორწილებას ვაპირებდი ელდაეცა და არ მოელოდა ამას მაგრამ როცა გაიგო რომ ისე ვაპირებდი დაქორწინებას რადგან მას იცნობდა მან სასწავლო ნაწილის გამგეთანიშნა იმ სკოლაში თავის დროზე შემდეგ მეუფე მომცალოც ვაკურთხევა და მითხრა რომ მუსულმანი იყო ხომ აპირებდა მონათვლას და მეუთხარი რომ თანახმა იყო მაგრამ მონათვლა რა თქმა უნდა ჩუმად უნდა მომხდარიყო იმიტომ მთელი ოჯახი იყო მუსულმანური ოჯახი და ძალიან ძნელი იყო ამ დროს რომ მონათვლულიყავი და თან ეს გაგეცხადებია აი ფარულად ინათლებოდა ძალიან ბევრი მაშინ არ იყო ადვილი ცით მთელი სანათესა უნდა დაგეპირისპირებია დიახ რა თქმა უნდა მაშინ ოჯახის წევრები არ არის ცი 300 წელი იყო ხალხი ამ სარწმუნოების ქვეშ და ასე ადვილი არ არის რომ უცებ დიახ რა თქმა უნდა დაიბრუნოს დაკარგული სარწმუნოება ამ ხალხმა და მითხრა მეუფემ რომ მაშინ თუ მოინათლებო შენ რადგან მირიანი ხარ რომ ნანა დაარქვიო და იქნებით როგორც მოციქულთა სორნიო მირიან და ნანა და უზარმაზარ საქმეს გააკეთებდო ხო და მართლაც მოინათლა ახსოვს იქ წმინდანოს ტაძარია ბათუმის გიმნაზიაში თვითონ შენობაში და ჩატარდეს ნათლობა და მამა ზაქარიამ და მამა დავითმა შემდეგ მეუფე დიმიტრი მონათლეს ფოფოდია ამ ტაძარში და ამის შემდეგ შეუდგა ქრისტიანულ მოღვაწეობას ეს იყო 13 დეკემბერს 95 წლის 13 დეკემბერს და 21 იანვარს აბოთფილელის ხსენების დღეს 96 წლის უკვე ჯვარი დავიწერეთ ბათუმის საკათედრო ტაძარში მამა ზაქარიამ დაგწერა ჯვარი და შემდეგ მეუფე იობა გვიმასპინძლა და გამოგვისტუმრა ვერტყუჯალაში ანუ წამოხვედით, ფიქრობდით რომ დააფუძნებულიყავით ვერტყუჯალაში? თუ არა, წამოვით ახლა ისა უბრალოდ მშობლებთან. დიახ, ჩამოვედით, შემდეგ ისევ ხულეში დავბრუნდით, რა საკვირველია ხულეში დავბრუნდით, გავაგრძელე იქ მოღვაწეობა. ამ პერიოდში ძალიან ბევრი წიგნი წავიკითხე, საღვთისმეტყველო წიგნი და ისე ბავშვობიდან ვკითხულობდი საერთოდ ხატურ ლიტერატურას, ყველაფერს თითქმის არ არსებობს კლასიკური ნაწარმოები, ქართული თუ უცხოური წაკითხული არ მქონდეს აი ბავშვობაში რაც მოვასწარი და სტუდენტობაში თითქმის ყველაფერი წაკითხული მქონდა საღვთისმეტყველო ლიტერატურას გავეცანი ხულოში თითქმის 2 წლის განმავლობაში ვკითხულობდი და აი
მეუფის ზედამხედველობის და კურთხევით. ხო და შემდეგ პირველი ქეთევანი შეგვეძინა, ახალი შეძენილი ყავდა ქეთევანი. უცებ მეუფე დიმიტრი დამიძახა და მითხრა, რომ აი ხულოში გაგვიჭირდა, იქ პროექტორი არ ყავს. ბათუმში გადმოვიყვანეთ, ვინც მსახურობდა, იქ მამა სერაფიმი მსახურობდა ამ დროისათვის, შემდეგში მამა სისოი. ხო, ბერიძე. ხო და თხოვა მეუფე დიმიტრიმ, რომ რამოდენიმე თვით წავსულიყავი ხულოში. და მე დავთანხმდი, ფოფოდიასაც გაეხარდა რასაკვირველი, ისე ხულოში ბრუნდებოდით. მშობლიური მხარე. და ვიქნებოდი პროექტორის მოვალეობას შევასრულებდი. ბავშვი, ფოფოდია და ბავშვი დავტოვე ვერტყუჭალაში, დავბრუნდი და დილით რომ შევედი მეუფის რეზიდენციაში, მეუფე მითხრა, უწმინდეს ველაპარაკეო და მითხრა, რომ ეხლა იქო მაინც პირველი პირიაო ადგილზეო პროექტორიო და ერისკაცის ისა წასულა მაინცო მიუღებელი იქნებაო, იმიტომ რომ შეიძლება სხვასაც აღეძრას მე სურვილი რომ აი იქ პირველი კაცობას და ინტრიგები რაღაცა დაიხლართოს რაღაც და სამოსი ჩააცვიო მორჩილისო. და მე უფრო მითხრა ესე მითხრა უწმინდეს რომ რა სიტყვიო და იმ წუთშივე უპასუხე რომ როგორც თქვენი კურთხევა იქნება მე და მე დავფიქრდი რომ სად მივიდიოდი სამოსით ხო და ნუ ავედი წარმადგინეს იქ მამა ამირანაშვილი იქ მსახურობდა მაშინ ის გამოუყვა იქ გამგეობაში მივედი წარმადგინეს კი ვიცნობდი უკვე ყველას მაგრამ როგორც ხელმძღვანელი აი იმ დღიდან დაიწყო უკვე ამის სამოსით დაიწყო ძალიან დიდი წინააღმდეგობები. პირველი წინააღმდეგობა გადავლახეთ, რა თქმა უნდა, როცა დავქორწინეთ, მაშინ როცა მთელი სანაცესაო დაგვიპირისპირდა, იმიტომ რომ მიუღებელი იყო მათთვის ეს ქორწინება. როცა უკვე კაბით დამინახეს, სასულიერო პირი მაინც სიდიადემა უკვე სახში აღარ შემიშვა, გამოგვაგდო გარეთ. პოპოდიას ძალიან ძნელად შეეგვა, მოულოდნელად იყო ყველაფერი რომ სამოსით გამოვეცხადე ვერტყუჭალაში. ჩამოვედით და გავაგზავნეთ ხულოში მოღვაწეობა. ეს იყო 10 დეკემბერი, მეუფე დიმიტრიც ახალი ნაკურთხია ეპისკოპოსად და თებერვალში დიაკვნად მაკურთხა უკვე და ივნისში ამაღლებას მაკურთხა მღვდლად 97 წელს. შემდეგ თქვა რომ არა პროექტორი იქნები ამ სასწავლებლის, არამედ იქნები რექტორი. ამიტომ მე ახლა ხშირად ვერ მოვახერხებ ამასვლას მე უფრო მითხრა ბათუმიდან. გენდობი და 10 წელი ვიყავი იმ სასწავლებლის რექტორი. ხუროსასულეს სასწავლებლის და ძალიან დიდი შრომა ჩავდევით იქ მაშინ. მეც და ფოფოდიამაც. შემდეგ ნათესაობა შემოგვირიგდა. ვინც ყველაზე მეტად გვებრძოდა მაშინ და გვიპირისპირდებოდა დღეს ქადაგებელი ქრისტიანები არის ფოფოდი არის დიდაჭარიდან სადაც აი ანდრე პირველი წოდება იქადაგა აი მის ძირში ცხოვრობენ მაგის ნათესავები ბიძები და ბიძაშვილები შემდეგ ტაძარი ავაშენეთ ტაძრის მშენებლობა მამა ზაქარიასა და მეუფე იობის დროს დაიწყო მეუფე დიმიტრის დროს უკვე ვაკურთხეთ 98 წელს უწმინდესი ჩამობრძანდა კურთხევაზე ახსოვს ის დღე რომ მაშინ დეკანოზის წოდება და უკვე ჯვარი გადმომცა უწმინდესმა თავის ხელით და როცა ეპარქია გაიყო შემდეგ ეპარქია გაიყო ეპისკოპოსი დაენიშნა აკურთხეს მეუფე სპირიდონი პატრიარქმა გადმომიყვანა თბილისში და მითხრა რომ აი ისე გააგრძელებ საგანმანათლებლო მუშაობას რომ მაკურთხა რომ მომეძებნა სადმე შენობა რომელსაც გადმოგცემდა შემდეგ ხელისუფლება და ეს შენობა ვნახეთ ლოტკინზე. ეს იყო ყოფილი მუსიკალური სკოლა-ინტერნატი, რომელიც გაუქმებული იყო იმ დროისათვის და გააკეთა უწმინდესმა წერილი, ეთხოვა ეკონომიკის სამინისტროს გადმოგვეცა ეს შენობა და უწმინდესმა დააფუძნა სკოლა-პანსიონი. მამა მირიან, არ შეიძლება რომ არ გკითხოთ, როგორ იყო თქვენი და უწმინდესის ურთიერთობა? მე ნანახი მაქვს თქვენი ურთიერთობა, როგორი სითბოთი სიყვარულით ღებულობდათ
საპატრიარქოში როგორ ექცეოდა დედანანას. დიახ. და აი ბავშვები, რომელიც თქვენ მას წარუდგინეთ, ფულოდან ჩამოყვანილ ბავშვებს, დიახ, რომელთაც აი თვითონაც ძალიან დიდი სითბოთი მიდიოდნენ, ისინი უწმიდესთან და უწმიდეს გამორჩეულად უყვარდა, ასე მეგონა იმ წუთას საერთოდაც ყველა გამორჩეულად უყვარდა. აჭარა განსაკუთრებით უყვარდა უწმიდეს, იქ მსახურობდა დროებაში ციტალობა თქვენ და ძალიან უყვარდა აჭარა და განსაკუთრებით ხულო. დიახ. ხულოში გიმნაზია დავაფუძნეთ ჩვენ სასწავლებელში თვითონ, სასწავლებელში და დავამყარეთ ურთიერთობა, მეგობრული ურთიერთობა თბილისის წმინდა აილე მარსლის სკოლასთან. დიახ. ქალბატონი ნინო კახიანი გახდათ მაშინ დირექტორი, შესანიშნავი ადამიანი, მრავალშვილიანი დედა და წელიწადში ორჯერ ჰქონდა გაცვლად ჩვენი დელეგაციების, თბილისელები ჩამოდიოდნენ ხულოში, ხულველები ჩამოდიოდნენ თბილისში და 7 წლის განმავლობაში გრძელდებოდა ეს მეგობრობა და ამან ძალიან დიდი შედეგი გამოიღო. როცა თბილისში ჩამოდიოდით, შეხვედრები ჰქონდა საზოგადო მოღვაწეებთან, გამოჩენილ ადამიანებთან, მწერლებთან და უწმიდესი უღებულობდა. პირველ რიგში, როცა შევიდოდით საპატრიარქოში და უწმიდესი გარიგებდა, რომ ხულოდან ვიყავით ჩამოსული, სხვა ღონისძიებებს ყველაფერს იქ ხომ წინასწარ არის დაგეგმილი ვის უნდა შეხვდეს უწმიდესი, ყველაფერს ეტყოდა შორინას, გადაწევდა გვერდზე ყველაფერს და პირველ რიგში უღებულობდა. და აი უწმიდესის წინ გაიზარდნენ ეს ბავშვები და ბოლოს მითხრა რა ხილები გაზდილან ეს ბავშვები და ასაჩუქრებდა ბავშვებს. ხოფურს მოქცევდა რომ რიკოცე რო გადახვალთო იქ ბავშვებს შოკოლადე კაფეტები უყიდავდა და ეს იყო მართლაც საოცარი პერიოდი იყო და როცა გადმოვედით ეს სკოლა დავაფუძნეთ შემდეგ უკვე ეს ტრადიცია გავაგრძელეთ და კურსდამთავრებულები ყოველთვის მოჰყავდა უწმიდესთან უწმიდეს გვესტუმრა სკოლაში ჩვენთან და ესეთი რამე თქვა ასეთ სკოლაში მეც დიდი სიამოვნებით ვისწავლითი ეს სიტყვები იყო და წარმოიდგინეთ რომ როცა თბილისში გადმოვიყვანა უწმიდესმა ძალიან ძნელი იყო დამკვიდრება თბილისში ეხლა მე ფოფოდია სამი ბავშვი მოსწავლეები იყვნენ მაშინ პატარები იყვნენ შვილები და ყოველ მეორე დღეს გვირეკავდა უწმიდესი და გთხოვდა რომ მასთან ვისულიყავით დაგვიჯენდა გვესაუბრებოდა გვეფერებოდა და როცა ჩამოვიდოდით ქვემოთ მანქანის აბარგული სავსე გვხვდებოდა და თეთრი კონვერტი რომელიც ეყარდა უწმიდეს უცევა ხო და გამხნევებდათ უწმიდესმა გადაგვატანია ის პირველი წლები მართლაც ეს იყო ძალიან დიდი სიყვარულის წლები იყო ძალიან განვიცადეთ უწმიდესის რა თქმა უნდა დარწმუნებული ვარ ძალიან განვიცადეთ სიცარიელი გულში თითქოს რა ვიცი როგორ შეიძლება ეს ყველაფერი მაგრამ რა ვიცი მაქვს იმედი რომ ჩვენი ეკლესია 2000 წლოვანი ეკლესია ბევრი განსასწრების წინაშე ყოფილა ყოველთვის მაგრამ ყოველთვის დაუძლევია და ღვთისწყალობით ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ვართ და ჩვენ რა თქმა უნდა გადავლახავთ ყოველივეს და წავს დამჯერა რომ ის უწმიდესის გზა გაგრძელდება საქართველოში. აუცილებლად. მამა მირიან არ შემიძლია რომ არ გკითხოთ ფოფოდია ნანა რომელიც ძალიან აქტიურად არის ჩართული და ახლაც თქვენ ეწევით სასულიერო საგანმანათლებლო საქმიანობას და რამდენიმე სიტყვით რომ გითხრათ იმ სკოლა პანსიონზე რომელიც თბილისში მოქმედებს ფოფოდია რა თქმა უნდა უწმიდესი არ გვარჩევდა ჩვენ. ერთხელ ეს შეხვედრას ერთ-ერთ შეხვედრაზე უთხრა მამა მირიანი კი არის სკოლის დირექტორი, მაგრამ შენ გენერალი ხარ ასე უთხრა. ხო და ბეჭედი გადაწყდა. თამარის ბეჭედი. რა თქმა უნდა ფოფოდია როგორში არ მე შევძლებდი იმას. რა თქმა უნდა უწმიდესი საკუთრების შესრულებას ძალიან რთული იყო. არანაკლებ რთული იყო თბილისში ამ სკოლის დაფუძნება და ფუნქციონირება. ეს იყო სკოლა სადაც ზოგადი განათლება, სახელოვნებო მიმართულება და პროფესიული სწავლება იყო ერთად. 2020 წელს მისმა უწმიდესობამ გითხრა რომ თუ ცალ-ცალკე ორგანიზაციებად ჩამოყალიბდებოდით, უკეთესი იქნებოდა და შეიქმნა სამი დამოუკიდებელი ორგანიზაცია ეს არის სკოლა გიმნაზია, ხელოვნების სკოლა და პროფესიული კოლეჯი. და ფოფოდია დაინიშნა
ხელოვნების სკოლის დირექტორად მისი უწმიდესობის საკურთხევით და მანამდე ქართულ მუსულმანთა საზოგადოება, ქართულ მუსულმანთა განყოფილება, ურთიერთობის განყოფილება ჩააბარა საპატრიარქოში და აი როცა კითხა ფოფოდიამ მაშინ რომ რა უნდა გავაკეთო მე არაფერი რასაც აკეთებდი ის გააკეთე რომ მაშინ გიყვარს შენი კუთხის ხალხიო ეს სხვანაირად ექცევი სიყვარულით სხვანაირი ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს სარწმუნოების მიმდევრებთან მუსულმან სარწმუნოების მიმდევრებთან ყოველთვის მირეკავენ მილოცავენ ეს ხალხი და დაინახეთ რომ უწმიდეს დაკრძალვაზე როგორ მთელი ხულო იყო ჩამოსული თითქმის მაშინ და როგორ პატივი მიაგეს უწმიდესაც ძალიან უყვარდა ისე როცა ღებულობდა ხოლმე აქ რეზიდენციაში როგორ ეფერებოდა მათ როგორ პატივს სცემდა მიუხედავად იმისა რომ პოპოდია სპიძა სტუმრობდა სახლში დიდაჭარიდან და თურმე პოპოდიას აი მე არ მეუბნებოდა ცალკე ოთახს გაუღებდა ლოცვის როცა მოახლოვდებოდა შევიდოდა იქ თურმე ამ ხალხს ალოცებდა ხლა მე ცოტა თავდაპირველად ცოტა რადიკალი ვიყავი ისეთი რომ ესეთი მას ცოტა სხვაგვარად უყურებდი ხო და არ მეუბნებოდა რომ მე არ გავფრასებულიყავი და შემდეგ უწმიდესი მოგვიყვა ასეთ რაღაცას რომ რადიკალკაში რომ ცხოვრობდი თუ იქ დაღესტნელები და ჩეჩნები სტუმრობდნენ და მამაჩემს ერთი ოთახი ჰქონდაო და როცა მოახლოვდებოდა ლოცვის დრო ის ოთახში იმ ოთახში შედიოდნენ ისინიო ჩვენ ლოცულობითო ცალკეო და ტრაპეზზე ერთად ვიჯექიდო ხო და პოპოდია მაშინ მოუყვა უწმიდეს რომ აი ეგრე ვაკეთებდი მეც და ვერ ვამხელდიო ეხლა ვთქვი რომ მოგევით ეს ამბავიო ადვილად გავამხილდა მამავირიანმაც არ იცოდაო აქამდეო თუ ასე ვაკეთებდიო ხო და რა თქმა უნდა ეს ჩვენი სისხლი და ხორცია ვაჭარლებიო და ეს ბედუკ ღმართობამო მიაღებია სარწმუნოებაო და მომავალში ისინი დაუბრუნდებიან თავიანთ სარწმუნოებას ძალიან ბევრ შრომობს პოპოდია ძალიან ბევრს და წარმოიდგინეთ იყო პერიოდი 160 ბავშვი ყავდა პანსიონში როგორ იყო წარმოიდგინეთ რომ რამდენი ვირუსი ყოველ მეორე დღეს რომ სასწრაფო ყავდა გამოძახება ბავშვებს მიყვებოდით იქ ხო ეს ამას ხო უნდა ესა რესურსი ძალა ნერვები ყველაფერი და ეხლა მაგდენი ბავშვები აღარ ყავს მაგრამ ასე თუ ისე მაინც გარკვეულწილად მაინც პატრონობა ჭირდება ხელოვნების ნიჭის მქონე ბავშვები არიან ჩამოსულები ალბათ თქვენ იცით რომ ფილმის პრემიერა შედგა პოპოდიაშვილები ქალბატონო სოფო პავლოვნა გადაიღო ეს ფილმი 1-5-6 წლის განმავლობაში იღებდა მასალებს 37 საათიანი მასალები შეგროვდა და აქედან 1 საათიანი ფილმი გააკეთა ჩვენ ვიყავით პარიზში 3 წლის წინ პრემიერაზე მე და პოპოდია წასვლის წინათ შევხვდით უწმიდეს და გითხრა რომ ჩამოყვალთო ჩამოდით და მოგვიყევი რომ ჩამოყვალთო მოგვიყევით რა ხდებოდა მაშინ და მაშინაც შევხვდით იყო ბოლოს შეხვედრა იყო როცა ჩამოვით პარიზიდან როგორ მინდოდა რომ ეს ფილმი უწმიდეს ენახა მაგრამ აი ვერ მოხერხდა და ეხლა ხან ის იყო პრემიერა თქვენმა ტელევიზიამაც გააშუქა ეს პრემიერა ძალიან კარგი ფილმი გამოვიდა და იქ ჩანს ყველაფერი მიუხედავად იმისა რომ მაშინ არ ქონდა გარემონტებული ისა შენობა მიუხედავად ამისა სიყვარულზე იყო და არის დაფუძნებული ჩვენი საქმიანობა და როცა მოდის ადამიანი და დრო აქვს მხოლოდ 10 წუთი და გვეუბნება რომ აი მე უნდა წავიდე რაღაც საქმეზე მივდივარ ზოგჯერ 2 საათი შემორჩენილა ხოლმე ისეთი ატმოსფეროა ისეთი ის არის ჩვენთან სიყვარული და თუ სიყვარული უდევს საფუძვლად საქმიანობას იქ არ აქვს მნიშვნელობა იმას თუ რა სარწმუნოების არის ადამიანი ამ დროს და გადაგება არა აქვს იმხელა ძალა რამხელა ძალაც აქვს შენ პირად ცხოვრების წესს ნამდვილად თუ როგორ ცხოვრობს შენ ადამიანი ამას ხედავს და ამით შეიძლება მოაქციო ადამიანი და დაანახო რა არის ქრისტიანობა პოპოდია ხარისხი დაიცა დოქტორი გახდა ფილოლოგიის დოქტორი სხვადასხვა ძალიან საინტერესო თემა ჰქონდა აღზრდის თემა თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში ეს თემა არავინ არ იყო შეხებული ამ თემას და სხვადასხვა ძალიან დიდ მოწონებას დაიმსახურა ამ თემამ რა ვიცი დგევართ და ეკლესიას და ჩვენ სამშობლოს ვემსახურებით და ღმერთმა შეგვაძლებიოს ლოცულობთ იმისათვის რომ ღმერთმა მოგცეს ჯანმრთელობა ძალა მოგცეს რომ
გავაგრძელოთ ეს საქმიანობა ჩვენი ერისა და ჩვენი ეკლესიის საკეთილდღეოდ. დიდი მადლობა მამა მირიან, ასეთი საინტერესო, ასეთი თბილი, გულში ჩამწვდომი ინტერვიუსთვის. ჩვენს მაყურებელს კი კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ დღეს ჩვენთან სტუმრად იმყოფებოდა თბილისის წმინდა ტბელ აბოსერიძის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი მირიან სამხარაძე. გემშვიდობებით.